სოფელ ჭოპარდში ყოველ დილას 68 წლის ლალი მზის ამოსვლამდე უკვე ფეხზეა. ის თავის დღეს შრომით იწყებს. კვებავს ქათმებს, აწესრიგებს ბოსტანს, ალაგებს ეზოს, შემდეგ კი საკუთარ მეუღლეზე იწყებს ზრუნვას. მთელი დღის განმავლობაში ავდგები დილით, მივხედავ ჩემ მეუღლეს, ჩავალ ქათმებს, მივხედავ ძროხას, მე ამოვალი ჩაჭმელი, გარეთს და გასეთქება. ყველაფერი დასაკეთებელია, იმიტომ რომ მარტო ვარ. სახლის საქმეების გარდა ლალი ეტლს მიჯაჭვული ქმრის მომვლელია. ის ეხმარება მეუღლეს გადაადგილებაში, ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე, კვებასა და ჰიგიენაზე. პაპას ინსულტი მოუვიდა, ეგ უკვე 2 წელია და ამის თანაჯანღონით სავსე კაცი მიეჯაჭვა ეტლს. ხო, მე კიდე ამის მოვლით დავამატყობდი, რიადვილი არ არის კაცის მოვლა. და ნასაკში რო ვართ უკვე მოვაყენებ ლოგინიდან, ჩავაცმე, ჰიგიენურად მოვასურთებ, მე საჭმელზე გადავდივარ. წნევას გაუზომავ ჯერ, ამას დავალევინებ, უწერი აქ მოსაბასი წერს მოპარსავ. მოვლა პატრონობა თუ დასაბანია, დავბან. აი ეს რო გავყევი, იმ დღეს არის გადაყება. ეს იყო 77 წელი. ერთი დღეც არის, თუ შევხედე, ისეთი ლამაზი ბიჭი იყო. 2 წელი დავდებდა, რომ დავეთანხმებინე, რომ მე ცოლად გამოვყოლოდი. არ მინდოდა აქეთ დამოსვლა. და მე ალბათ სიყვარულმა არ იცი სად მიდიხარ და სად არა. და მის მერე აქ ვარ, ეგ უკვე 57 წელია. აბა ლალი უძღვება მთელ სახლს და თავს სულად ართulis სუსტ ქალბატონად. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებს და ასაკიც ნელ-ნელა ემატება, ის გაჩერებას არ აპირებს, რადგან თვლის, რომ ლალის შრომის გარეშე ვეღარაფერი იარსებებს. ვეღარც ცხოველები, ვერც მცენარეები, სახლი და მეუღლეც კი. ოკეთ. სანამ შემეძლია, როცა უკვე აღარ შემეძლება, გაჩერდება. ჩემი შრომაც ლალი გამონაკლისი არ არის. საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, ათასობით ქალი ასრულებს მსგავს სამუშაოს, რაც ოფიციალურ მუშაობად არ არის აღიარებული და ანაზღაურებადი. ისინი არაანაზღაურებად საოჯახო და მზრუნველობით სამუშაოებზე 5-ჯერ მეტ საათს ხარჯავენ, ვიდრე მამაკაცები. ისინი ულიან ხანდაზმულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრებსაც. თუმცა სამართლოდ არ იღებენ არც ფინანსურ და არც ინსტიტუციურ მხარდაჭერას. ხალის შრომა არის ძალიან დაუფასებელი. არც სახელმწიფო გაფასებს, არც ოჯახი, არც ხალხი, იმიტომ რომ ქალმა ყველაფერი უნდა აიტანოს. არ ვიცი, ესეა და არ უნდა იყოს ეს. ხალი ხონაზე არსება, ამდენს არ უნდა შრომობდეს, მით უმეტეს სოფლის ქალები ძალიან შრომობენ, ძალიან. სანამ ქვეყნის სოციალურ პოლიტიკაში საჭირო ცვლილებები არ გატარდება, ლალის მსგავსი ქალები კვლავაც ყოველდღე იმუშავებენ ხელფასის გარეშე, დასვენების გარეშე და ხშირად აღიარების გარეშე, რაც უწყვეტად დაარღვევს მათ უფლებებს.